უნდა მივესალმო გამიწერეთ. მოგესალმებით. გამარჯობა ყველას. ეს უნდა ვიყიდო შპალერი. პირველად ვყიდულობ შპალერს, არასოდეს არ მიყიდია შპალერი. არ ვიცი სად იყიდება, არ ვიცი როგორ იყიდება, არ ვიცი როგორ იზომება, არ ვიცი რამდენი უნდა ვიყიდო, არ ვიცი როგორ ვთქვა ეგ. არ ვიცი როგორ ვიყიდო, იმდენი რამდენიც უნდა ვიყიდო. შპალერს ვყიდულობ, იმიტომ რომ ჩემი კატები ანადგურებენ ყველაფერს სახლში. რაც გაანადგურეს, მაგ განადგურებას უცო წერტილი და გუშინდელი ვიდეოს განსხვავებით დღეს არც დამტენი მაქვს და არც ლეპტოპი. კაი ხო ლეპტოპი მაქვს. ლეპტოპი იმიტომ რომ წინა ვიდეო რომ ავტვირთე და ჩემს თავს რომ შევხედე, მივხვდი რომ ძალიან ბუნებრივი ვიყავ. ბუნებრივობა წამოიღო იმან რომ რაც თავში მომიდოდა აზრად, იმაზე ვლაპარაკოდი. მე რა რომ სისურველეები შეიძლება ვლაპარაკო, მე რა რომ შეიძლება რაღაცები შემეშალოს კაცო რა მე. აქვს ასეთი მიდგომა რომ საერთოდ არ უნდა დაწეროს სკრიპტი იუთუბერმა. ნუ ახლა არის შემთხვევები როცა დაწერეთ, მაგრამ არის პრობლემა, მაგრამ აი მოსასმენია ჩემზეც როცა ადამიანი თავის გულიდან ლაპარაკობს. გულიდან კი არა, თავის ტვინიდანაც ლაპარაკობს. ხო და გუშინ პირველი ვიდეოს ატვირთვა, ეს იყო რაღაცა შოკი. ტელევიზორებში რო გამოჩნდებიან და ძალიან მაგრება უხარიეთ და ნათესავებს რო ვნებიან რომ ტელევიზორში ვარო, აი ეგეთი. მე ნათესავებისთვის არ მithkoms. მებია ჩემ არის ეს იუთუბერობა რომ დავიწყე. და ორი ცალი გამომწერი ყავს და ერთი შენ რო ხარ და მეორე შენი მეგობარი. როს უმეტყვი რაღაცას იუთუბერობა დავიწყო, გინდა არ გინდა არასერიოზულად მიგიღებენ ახლა რა. მაგითაა ძალიან მაგარი იუთუბი და თან მას ახლაფორთო რა. დრო ჭირდება და ძალისხმევა ჭირდება. შეიძლება ძალისხმევა შენზე რომ ეგ არის საუკეთესო პროფესია, რომელიც ჰობიდან იქცევა მერე პროფესიად. ხო და ცოტა მეშინებებია ჩემ. აი 20 გამომწერზე რო ავალ და უკვე სერიოზული რო ვიქნები. მე იუთუბერობა დავიწყე, 20 გამომწერი მყავს და ამ 20-დან 5-ს არ ვიცნობ. ვაიმე გუშინ დამემატა ერთი ახალი გამომწერი. ასეთ რა არასდროს არ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. და სოციალური ქსელები რომ მქონდა, ხო და არ მაქვს ახლა სოციალური ქსელები, მაგრამ როცა მქონდა, ძალიან იშვიათად რომ ვიღაცა უცხოს გამოვეწერა. დამემატა ერთი ახალი გამომწერი, ჩემ ცხოვრება თავდაყირა დადგა. არ მაგარი. ხო და ჩემი ფისო ალაგებს. მორჩი? ხო და ვიღაცები ნახავენ ჩემს ვიდეოს. ბოლო მონაცემებით ჩემს გუშინდელ ვიდეოს აქვს 103 ნახვა. რატომ აქვს ჩემს ვიდეოს 103 ნახვა? ჩემთვის 103 ნახვა არის ძალიან ბევრი. 103 ნახვა ჩემს თორებს არ ქონდა ხოლმე ინსტაგრამზე. დენად არაპოპულარული ვიყავ. ეს იმას კენშოს არ უნდა ნახოთ კაცო, ნახეთ. გამიხარდება თუ ნახავთ, მაგრამ ცოტა ნელ-ნელა ნახეთ. იმიტომ რომ ჰიტამ თქვა სადღაც თავიდან რომ დაიწყებ ვიდეოების დადებას და უცებ ავარდება ნახვებზე, 103 ნახვა ავარდნა მეთქი მაგას არ ვამბობ. ჩემთვის ავარდნა. ობიექტურად რო შევხედოთ, არა ავარდნა. ხო და ჰიტამ თქვა რომ ავარდაო ნახვებიო და ეგრევე მაგარი ტიპი გაიჩითეო, მაგრამ არ ვარგაო. თანხმები მაგას. რო დაუკვირდა ძალიან ლოგიკურია. ადამიანი რომელიც არ ელოდება და უცებ მოიგებს მილიონს მე კაი რამები არ ემართება მაგ ადამიანს, იმიტომ რომ დაატყდა თავს. და რაღაცები უცებ რომ დაგატყდება თავზე სტრესია. არა აქვს მნიშვნელობა ეს კაი სტრესია თუ ცუდი სტრესია თუ ისეთი სტრესია თუ ასეთი სტრესია. სტრესია. ამიტომ ვეცდები რომ აი გუში რომ გადავიღე ისეთი საინტერესო და ძალიან მაგარი engaging ვიდეოები აღარ გადავიღე. ძალისხმევა დავახედო. ხო და დღეს საყიდელი მაქვს შპალერი. თვალებში ვერ მიყურებ კამერას რაღაცა ცოტა რთულია. ასე მგონი მაგრამ ხა კონტენტ კრეატორი ვარ. და ახლა ეს შპალერი მე წავიდეთ და ერთად ვიყიდოთ შპალერი. რომელი ავარჩიო და მიწერეთ კომენტარებში. თქვენოდაც ავარჩიო ახლა შპალერს როგორ მით მგონი გამოწერებს ასე არ უნდა ველაპარაკო. ჯერ არ მყავს გამოწერები და არა უშავს. როგორ ველაპარაკო გამოწერებს? აი ძილის წინ როს ღაპრებს უკითხავენ იუთუბერები თავად გამოწერებს, არ მომწონს ეგ. აი ეს ერთი თერაპევტიკალი როა. ვაიმე, თერაპევტიკალია. ეიწყებს ყოველთავის ყველა პოდკასტს. სუთ აფერისტია. ეიწყებს. Hi everybody. Just want you to know I love you. Share this message to your friend. It will change your life. Love you. What the fuck? Khoda. Khoda. I love you. Khoda